დღესაც უნდა გეჭარავთ. ძალიან საინტერესო რაღაცა მოხდა იაპონიაში. უბრალოდ ჩემთვის საინტერესო და მინდოდა რომ გამეზიარებინა თქვენთვისაც. მოკლედ, იაპონიაში არიან ძალიან საინტერესო ინფლუენსერების რაღაცა კლანი. ადამიანები, რომლებიც ერთ ბინძურ ოთახში არიან. ამ ბინძურ ოთახში მოკლედ მწერები, საოცარი, ყველაფერი ხდება, ნაგავი, მწერები, ყველაფერი რომ იმ ოთახში ცხოვრობს და აქვთ ერთი პატარა გაზქურასავით, ღუმელივით რაღაცა დენზე. აქ იკიდებენ საჭმელს და TikTok-ს მე თვითონაც რომ სკროლობდი ძალიან ხშირად ხდებოდა ასეთი ვიდეოები და მეც მაინტერესდა რა მართლა ასე ცხოვრობენ და ყველაფერი ხდება კონტენტის გამო. ხო და ამ ვიდეოს ვეძებდი წეღან რა და ვერ ვიპოვე, იმიტომ რომ წეღანაც შემხდა და მაგაზე გამახსენდა რომ მეთქი გადავიღებ მეთქი ამ ვიდეოს თქვა. ვეღარ ვიპოვე ის ვიდეო მოკლედ, მაგრამ არა უშავს მენდეთ სიტყვაზე რომ არსებობს ესეთი ვიდეოები და თუ ვიპოვე გაგიზიარებთ აუცილებლად. ხო და თუმცა მოხდა ესეთი რაღაცა რომ ერთი ცნობილი ქალი არის, გოგოა მე მგონი, არ ვიცი რამდენი წლის არის და ყოველთვის დევს ესეთ ვიდეოებს რომ იაპონიაში როდესაც მთავრდება ერთი დღე სუპერმარკეტები ამოფასებულ საჭმელს, რომელიც მეორე დღეს აღარ გაიყიდება, ამ საჭმელებს გარეთდებიან ხოლმე და ვისაც უნდა იმას მიაკ. და ამბობს ეს გოგო რომ ვითომ აქედან წამოიღო და რადგან ფული არ აქვს, მილიონობით ნახვა აქ ვიდეოს ოღონდ. რადგან ფული არ აქვს, ის არის რა ქვია, აი როგორ ცხოვრობს და მოკლედ აკეთებს აი ამ ცხელ რაღაც გასხურისნაირ რაღაცაზე, პატარა ესეთი ხორცი აქვს და ამ ხორცს რომ უნდა დადოს აქ შესაწყავად, ჩაუვარდება ეს დაბლა და ქვევით ის მწერები და რაღაცები დარბიან, იღებს ამას ისევ და კიდევ წვავს. მოკლედ ძალიან საზღარი შესახედია ეს ყველაფერი. ნუ ასე ბინძურად აკეთებს ამ საჭმელს და მე აი ამ ბინძურს ჭამს. მესმის რომ ყველა ადამიანს არ აქვს ესე ისე რაღაცა, მაგრამ როდესაც ვიდეოებს ნახვა მილიონი, 2 მილიონი, 3 მილიონი აქ ნახვა, ვერ დამაჯერებ რომ დაახლოებით $10 მაინც არ აქვს იმისი რომ რაღაცა ნორმალურად ჭამოს. შეიძლება სახლი არ ქონდეს იცხოვროს ბინძურად იდოს, მაგრამ რაღაცა ნორმალურად ჭამო. ხო მაინტერესებდა რომ ეს ყველაფერი იყო კონტენტისთვის თუ მართლა ასე ცხოვრობდნენ და რა მოხდა? არც აწია და არც აწყელა ამ იაპონურმა პოლიციამ. და ეს ქალი, მოკლედ პოლიციამ კი არა, პოლიციაში დარეკა ვიღაცამ, ანუ აი ამ გოგოს ვინც უყურებდა, იმან ისპაიდერმენა ამ ქალზე მოკლედ, ანუ დაინახა როგორ შედიოდა ეს ქალი ლუის ვიტონის მაღაზიაში, როგორ ყიდულობს ჩანთას, როგორ გამოდის ამ ჩანთას, როგორ მიცუხცუხობს რა და მოკლედ დარეკა პოლიციაში, რომ ეს ქალი არის თაღლითი და რომ იყო საჭირო რომ შეემოწმებინა პოლიციას, მოკლედ და ამ იაპონურ პოლიციას საქმე არ აქვს. ზოგადად იაპონურ პოლიციელებს საქმე არ აქვს, იმიტომ რომ იაპონიაში დიდად არაფერი არ ხდება, არავინ არავის არ სცემს. ხშირ შემთხვევაში არაფერი არ ხდება მოკლედ და დადგნენ და შეამოწმეს ეს ქალი. იმიტომ რომ იაპონიაში დღესდღეობით ძალიან ბევრი ახალი კანონი არის, მაგალითად sexual harassment, moral harassment, power harassment. თვითონ ნუ მოკლედ ეს ქალი გაჩხრიკეს. ნახეს რომ იმ სახლში, სადაც ეს ვიდეოებია გადაღებული, არ ცხოვრობს საერთოდ და მოკლედ თაღლითობისთვის ამხილეს. და ეს ქალი ამბობს, რომ ეს ქალი თუ გოგო ამბობს, რომ ეს ყველაფერი არ არის იმისთვის. ძალიან peaceful ქვეყანა ეს იაპონია ირაზე. ხო და ვაიმე არ გადავირიო, ხო და ხო და მიუვარდნენ ხა ამ ქალს და ანუ როგორღაც მოიძიე სადაც ცხოვრობს, არ ცხოვრობს იქ. ეს სახლი თურმე არის რაღაცა მიტოვებული ადგილი. და მოკლედ მოძებნეს ეს ქალია თუ გოგო თუ ვიღაც და დაიჭირეს. ანუ რისთვის იჭერეს ეს ქალი აზი არ არის. ხო წაიყვანეს მოკლედ და ანუ ბრალსდებენ თაღლითობაში იმისთვის რომ ხალხზე მოქმედებს მენტალურად თუ მორალურად არ ვიცი და ხალხს აჯერებს რომ არ აქვს ფული და ციბინძურებს და რაღაცებს ჭამს და თურმე რა კარგად ცხოვრობს მოკლედ და ჩვეულებრივ ანუ რომ გამოიწიეს და რომ ჩატარდა გამოძიებები ჩვეულებრივ სახლში ცხოვრობს ან ჩვეულებრივ როგორც მე ანალოგიურად ჩვეულებრივი ადამიანია და ეს ქალი ამბობს რომ ანუ კონტენტისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს რა მე ხო არავისთვის ფული არ მithხოვიაო ესეო რაღაცები და მოკლედ კი არ და აღარ დაიჭირეს გამოუშვეს მაგრამ მაინც მიმდინარეობს გამოძიება რომ აი იმ ვიდეოებით ნაშოვნი ფული მოკლედ დაუყადაღეს ხო და მოკლედ ესე დაუყადაღეს ამ საწყალ ქალს და გოგოს თუ მანდილოსას ესე ამბავი მოკლედ და ეს ამბავი მინდოდა რომ გამეზიარებინა თქვენც იმიტომ რომ იაპონია იმდენად peaceful ქვეყანაა რომ აი ესეთი რაღაცები ხდება და ანუ კონტენტი შეიძლება გქონდეს რაღაცა გეგონოს რომ არის ნორმალური და გეგონოს რომ არის კარგი მაგრამ შეიძლება უცებ ვიღაცა მოგვარდეს და გითხრას რომ შენ ხარ თაღლითი და რაღაც წესზე აკეთებ და ძალიან გამეცინე ეს ამბავი მინდოდა რომ ანუ სხვის გაჭირვებაზე სიცილი კი არ შეიძლება მაგრამ იმდენად რაღაცა ძუნგლიანი რაღაცა ამბავი იყო რომ
აი ძალიან მიზეთ თქვენთვის გამეზიარებინა. მე მგონი რომ მოგეწონა. ანუ თუ არ გაიღიმეთ ხო ცოტა მაინც ხო გაგაცინეთ. ანუ თუ არ გაგაცინეთ ხო გაიღიმეთ მაინც ხო და მადლობა რომ ბოლომდე უყურეთ ვიდეოს. ბაი.